სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ართვინ-ჭოროხის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალციხეში თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ორმა ლექტორმა მემორანდუმის ხელი ერთობლივად მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით უნივერსიტეტებს შორის როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები დაიწყება. გარდა ამისა, განხორციელდება გაცვლითი პროგრამებიც, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს უცხო ენის სწავლა საქართველოსა და თურქეთში შეეძლებათ. როგორც ართვინ-ჭოროხის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განმარტეს, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის პროგრამა არსებობს, თუმცა კონტინგენტისა და პროფესურის არარსებობის გამო არ ფუნქციონირებს. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ მსგავსი ურთიერთობა საფუძველს თურქეთში ქართული ენის შესწავლას ჩაუყრის. ეს არის შეთანხმება, რეალური შეთანხმება, რომ ერთობლივ სამეცნიერო კრებულს გავაკეთებთ ორ ენოვანს, ეს იქნება ქართული სტატიები თურქულად და თურქული სტატიები ქართულად. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეხვედრას სერიოზული შედეგები ექნება სამომავლოდ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება წარმატებული, რადგან ჩვენ მიზნად ვისახავთ გასვლით პროგრამებს, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო დარგებში, თანამშრომლობის კუთხით. ამიტომ ამ თვალსაზრისით ორი უნივერსიტეტის კავშირი შედეგიანი უნდა იყოს.